მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ ტრადიციულად თუ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. 23 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ქვებსაც გამოვიყენებთ ახლავე. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და მეგობრებო, საჯარო გაშლები შეგახსენებთ, რომ უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი, მოიწონეთ ეს ვიდეო და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ხო? აბა ვნახოთ პირველ ვარიანტს რა ელოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანი სამსჯავრო. შეხედეთ, როგორი ლამაზი არკანი არის. იცით, კონკრეტულად ამ არკანს როდესაც ვუყურებ, მომდის ასეთი სიტყვები. ნებისმიერი სახის დასასრული არის რაღაც ახალის დასაწყისი. აი ჩვენ მივეჩვიეთ, ხო, იმას, რომ რაღაცეებს აქვს თავისი დასასრული და კი ბატონო, ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება ხოლმე, მაგრამ ნახეთ მეგობრებო, სიკვდილი როგორც ასეთი უბრალოდ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ტრანსფორმაცია სხვა ენერგიაში. ხვდებით, რასაც გულისხმობ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა რას ეხება თქვენი ეს სამსჯავრო პირველი ვარიანტი. რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში? გარკვეული ციკლის დასასრული ჩანს აქ მეგობრებო. რას ეხება ეს ციკლი? ნახეთ, რამდენი უფროსი არკანი გვაქვს, არკანი მეეტლე, არკანი სიკვდილი, არკანი პენტაკლების რაინდი და ირგვლივ პენტაკლები, პენტაკლების მეფე, პენტაკლების შვიდიანი და პენტაკლების რაინდი. პირველ რიგში ამ ერთი კვირის განმავლობაში იგრძნობა გარკვეული ფინანსური ენერგიის არასტაბილურობა და არასტაბილურობა იცით რა კუთხით. აქ მე ვხედავ რაღაც ფინანსურ მოულოდნელ სიურპრიზებს. თუმცა არასტაბილურობა გამოიხატება იმით, რომ ხან დაბლა იქნება ფინანსური ენერგია, ხან მაღლა. ხვდებით, ხო? პრინციპში ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ახალ თვეში გადავდივართ, ხო? მარტის თვეში გადავდივართ. მარტის ენერგიები ცხადია განსხვავდება თებერვლის ენერგიებისგან. და ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ გელოდებათ ტრანსფორმაცია და განსაკუთრებულად ეს ტრანსფორმაცია ეხება უფრო ფინანსურ მატერიალურ ენერგიებს. აქ არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ყველას არ ეხება ცხადია ეს ინფორმაცია, მაგრამ აქ შესაძლოა იყოს ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა, მაგალითად ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლა, ერთი არ ვიცი შენობიდან მეორეში გადასვლა, რაღაც ახალი კარიერის დაწყება ან რაღაც ახალის შემატება თქვენი ბიზნესისთვის, ვისაც გაქვთ თქვენი ბიზნესი, ხო? ან შეიძლება ერთი სახლიდან მეორე სახლში გადასვლაც იყოს, იმიტომ რომ შეხედეთ, როგორი გამოსახულებები გვაქვს აქ, ხო? და ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის რაღაც ნეგატიური ცვლილებები, პირიქით საკმაოდ სასიამოვნო ცვლილებებია. ძალიან ლამაზი ცვლილებებია, ისეთი, რომლებიც ერთის მხრივ არის დაძაბული, მაგრამ მეორეს მხრივ არის საბედნიერო თქვენთვის. აი ელემენტარული, მოდით ასეთ მაგალითს მოვიყვან, როდესაც ერთი სახლიდან მეორეში გადავდივართ, ამ დროს ჩვენ გვინდა არ გვინდა ვართ სტრესში, ხო? იმიტომ რომ გვინდა ყველაფერი იყოს იდეალურად, ვცდილობთ არაფერი არ დაგვავიწყდეს, ის ნივთი არ დაგვრჩეს, ეს ნივთი არ დაგვრჩეს და რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არის სტრესული გამოცდილება, სტრესული პერიოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვიხარია, რომ რაღაც ახალ შენობაში, რაღაც ახალ სახლში გადავდივართ, არა? აი რაღაც ასეთი ენერგიები იგრძნობა აქ. ხმლების შვიდიანი უკაცრავად. პენტაკლების შვიდიანი კი არა, ხმლების შვიდიანია აქ. ამ არკანებიდან გამომდინარე დავამატებდი იმას, რომ რა სასიხარულო მოვლენებიც არ უნდა მოხდეს ამ ერთი კვირის განმავლობაში, ეცადეთ, რომ ზედმეტად არავის არაფერი არ გაუზიაროთ, არც კარგი ამბები და არც გეგმები, თუ დავუშვოთ რაღაც ახალი იდეა გაგიჩნდათ, გეგმის სახით, მაგალითად რაღაც ბიზნეს იდეა ან რაღაც მსგავსი, გაუზიარებთ. და რომც მოხდეს რაღაც, მაგალითად გადახვედით, ხო? ან რაღაც ასეთი გააკეთეთ, უმჯობესია, რომ აქ არ გაუზიაროთ თქვენი სასიხარულო მოვლენები ეგრევე ყველას. პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ აქ მოდის ენერგეტიკული ქურდობა, ცოტა ავითვალის ენერგიებიც წამოვიდა.
და შესაძლოა რაღაც მაგალითად გაფუჭდეს, ან საქმე მთლად ისე არ წავიდეს, როგორც თქვენ ელოდით. თუ თქვენ ზედმეტად ბევრ ადამიანებს გაუზიარებთ. ამიტომაც ინფორმაციის კუთხით იყავით მაქსიმალურად ფრთხილად და ზედმეტად არავის არაფერი არ გაუზიაროთ, პირველი ვარიანტი. მაგრამ თქვენთვის იხსნება რაღაც ახალი შესაძლებლობები, ახალი შანსები. ეს არის მძლავრი ტრანსფორმაციული ენერგიები, ამიტომაც ყველასთან ინდივიდუალური ინტენსიურობით რეზონირდება ვიღაცისთვის. ამ ერთი კვირის განმავლობაშივე დასრულდება ყველაფერი, ვიღაცისთვის კი ცოტათი გაიწელება სიტუაცია, იმიტომ რომ სამი უფროსი არკანი მყავს, ხო? მაგრამ იწყება გლობალური ცვლილებები, მეგობრებო, და ეს გლობალური ცვლილებები არის როგორც ფიზიკური, ასევე რა თქმა უნდა სულიერიც, შინაგანიც. დავამატოთ არკანები, არკანი პენტაკლების 9-იანი, მეგობრებო, პენტაკლების 9-იანი ამოვიდა. ეს არის შედეგი თქვენი ფინანსური ენერგიისა, შედეგი თქვენი შრომისა, დადებითი შედეგი, რა თქმა უნდა. მაგალითად, აქ შეიძლება იყოს რაღაც დაწინაურება, ან ახალი ძვირის შენაძენიც კი შეიძლება იყოს აქ. რაღაც ასეთი პოტენციალები იხსნება თქვენთვის. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით. ძველი რაღაც მიდის თქვენი რეალობიდან, მაგრამ რაღაც სრულიად ახალი შემოდის, სრულიად ახალი გამოცდილება. გადავედით მეორე ვარიანტზე, მეორე ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ აბა ამ ერთი კვირის განმავლობაში და ამოვიდა თასების 2-იანი. აქ ჩანს კომუნიკაცია კონკრეტულ ადამიანთან, ძალიან თბილი კომუნიკაცია, სასიყვარულო კომუნიკაციაც შეიძლება იყოს. ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება ადამიანი, ვიღაცისთვის ეს იქნება ძალიან თბილი მეგობრული კავშირი, ვიღაცისთვის ამხანაგური, ოჯახური, ვიღაცისთვის კი სასიყვარულოც. ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია, მაგრამ შესაძლოა აქ იყოს ახალი ადამიანის გაცნობაც, ხო, ახალი რაღაც კომუნიკაცია, ახალი მეგობარი, ახალი ადამიანი თქვენს რეალობაში, რომელთანაც რაღაც სულიერ კავშირს იპოვით და ამოხამებთ, ჟარგონს გამოვიყენებთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში, აბა ვნახოთ. მეორე ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ? არკანი პენტაკლების 2-იანი, 2-2-იანი რატომ გვაქვს? არკანი მზე, არკანი ხმლების 8-იანი, არკანი ხმლების ტუზი, კვერთხების 5-იანი, თასების 6-იანი, შეყვარებულები და ძალა. შეხედეთ, აქაც რამდენი უფროსი არკანი გვყავს. აქაც საკმაოდ ტრანსფორმაციული ენერგიები ჩანს, მეორე ვარიანტი რაღა დაგიმალოთ, ხო? მაგრამ აქ უფრო ჩანს ტრანსფორმაცია, უფრო შინაგანი აზრების კუთხით ჩანს ტრანსფორმაცია. ხვდებით, აი თითქოს თქვენი დამოკიდებულება იცვლება გარკვეული სიტუაციის, გარკვეული ადამიანების მიმართ. ძალიან ბევრ რაღაცას ამ ერთი კვირის განმავლობაში ცოტა სხვა კუთხით შეხედავთ. რაღაც კონფლიქტები შეიძლება მოგვარდეს აქ სხვათა შორის, ან გაირკვას რაღაც კონკრეტული კონფლიქტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებდათ. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ჩანს ახალი აზრები, ახალი იდეები, აი თითქოს ევრიკა რა, რასაც გვია ევრიკა. მოდის ახალი ფიქრები, ახალი შეხედულებები თქვენი მხრიდან. რაღაცებს სრულიად სხვა კუთხით შეხედავთ. და ძირითადად ის რასაც შეხედავთ, ეხება კონკრეტულ ურთიერთობებს, მაგალითად კონკრეტულ ადამიანთან მეგობრობას, ან კონკრეტულ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობას, რაღაც სხვა კუთხით შეხედავთ, რაღაც ახალს მიხვდებით, რაღაც ახალს გაიგებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. რაღაც სრულიად ახალს, თითქოს გარკვეული მენტალური გალიიდან გამოდიხართ, გარკვეული მენტალური შეზღუდვებიდან გამოდიხართ. მოგიწევთ, რომ ძალიან ბევრი ძალა მოიკრიბოთ, იმიტომ რომ სადღაც თქვენ შეხვალთ საკუთარ თავთან კონფლიქტში, ცოტა არასასიამოვნო იქნება თქვენთვის რაღაცეების გააზრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან სწორ გზაზე დადგებით, ძალიან სწორი გზით წახვალთ. ხვდებით, რასაც გულისხმობ. მინდა რომ არკანები დავამატო, აბა რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ. დავამატოთ არკანები. არკანი ხმლების 10-იანი. რაღაც ნეგატიური ციკლი სრულდება თქვენს რეალობაში, იცით? რაღაც ძალიან ნეგატიური ციკლი. რაღაც რაც ძალიან გაწვალებდათ, რაც ძალიან გაწუხებდათ.
რაღაც რის გამოც იყო თქვენს რეალობაში სტრესი, ან უძილობა, ან ფიზიკური ტკივილებიც კი შესაძლოა. რაღაც რაზედაც ყველაზე მეტად ნერვიულობთ ახლა, ან ახლო წარსულში ნერვიულობდით. რაღაც ასეთი ციკლი იხურება თქვენს რეალობაში და შემოდის უფრო მეტი არამხოლოდ უფრო მეტი ანალიზი და გაგება სიტუაციების მიმართ, არამედ შემოდის უფრო მეტი თავისუფლება, უფრო მეტი სირბილე, უფრო მეტი გაგება ადამიანების მიმართ, სიტუაციების მიმართ. თუმცა აღსანიშნავი არის ისიც, რომ ადამიანს თუ ვუგებთ, ეს ავტომატურად იმას, რომ ადამიანისგან რაღაც უნდა მოვითმინოთ, არ ნიშნავს, ხო? ესეც გავითვალისწინოთ, მეგობრებო. სულ ეს არის ჩემო კარგებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები და